დაუწყოთ გადაცემას. დაწყებული არ ხונה შეკაცო. ქართული სასულიერო პირები, დიდი წმინდანები თუნდაც ან პატრიარქები, როგორი მამები? დიდი საეკლესიო მოღვაწეა ჩვენი გუშინდელი ისტორიიდან კირიონს ოჯახის წევრები დახოცილი ჰყავდა. ლეონიდეს არყოლია. ამბროსი ხელაიას ადრე გარდაეცვალა პატრიარქ ამბროსი ხელაიას ცოლი და შვილები მან გაზარდა ფაქტიურად და იყო როგორც სანიმუშო მამა. კალისტრატე ცინცაძე პატრიარქი შვილი დაუხრიტეს მას 37 წელს. ნინო ცინცაძე დახრიტეს 37 წელს. ცუდი მამები ბევრი არის. ცუდი მამები ბევრი არის სამწუხაროდ. მემატიანე რას გვეუბნება? დემეტრეო, ევედრეო და უფალსო მისი უმადური შვილისათვისო შემოკლებინა სიცოცხლის დღეին და თითქოს ღმერთმაც უსვინო 6 თვეში გარდაეცვალა. ასე რომ გავხედოთ ჩვენ ისტორიაში ყავს არის ეს მომენტები, როდესაც მამები პოლიტიკურ, ასე რომ ვთქვათ, ძალაუფლებისათვის ბრძოლაში შვილებს ექცევიან ძალიან ცუდად. ბოლშევიკები რომ მოვიდნენ, იმ ტიპის სასწავლებელი არ უნდათ, ის განათლებული ხალხი არ უნდათ გამოყარეს ყველა ისინი და წითელი პროფესურა შევიდა ვის დაცვლით. ივანე ჯავახიშვილი გამოაცხადეს ქართველ რეაქციონერ შოვინისტ ისტორიკოსთა ხროვის ბელადად. ნაკაკის ძალიან ისეთი მწარე ენა ჰქონდა და ერთხელ ესეთი რაღაცა უთქვამს, ერთი რამე შემგავსო ჩემი ვაჟიო. მაღლა იყურებაო და მეო მაღლა ღმერთს ხედაო და ექშობელძაღლი რას უყურებს საინტერესოა და კარგად იქნება ყველაფერი, ხო ბატონო.